ზრდის შენელებული ტემპი და არაკონკურენტული გარემო ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრისთვის ეს ის გამოწვევებია, რომელზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ასოციაციაში აქტიურად საუბრობენ. ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციის გაწევა განსაკუთრებით უჭირთ ჩინურ პლატფორმებთან, რომელთა ნაწილიც აქტიურად იზრდება. რაში ხედავენ გამოსავალს ელექტრონული კომერციის ბაზარზე, რა მექანიზმის გამოყენებაა შესაძლებელი, ბაზრის ზრდის ხელშესაწყობა და როგორია მოლოდინების სტუმართან ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტთან თამარ გოგოლაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. ჩვენ ყველას ერთად პრაქტიკულად ბოლო წლებში ძალიან გვიხარია, რომ ელექტრონული კომერცია ესეთი საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება და ძალიან კარგ და პოზიტიურ ტენდენციებს ხედავდით. თუმცა ის პლატფორმები, რომელიც მე ვახსენე და ის გააქტიურებული შესყიდვები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და უშუალოდ ამათი საერთაშორისო პლატფორმაზე რეალურად საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის ქართულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს. თავდაპირველად მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა პრობლემაზეა საუბარი და მერე ვისაუბროთ იმაზე, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით, რომ რეალურად არც საბაზრო ეკონომიკის წესებზე ვთქვათ უარი და პრაქტიკულად ქართულ კომპანიებსაც მივცეთ შესაძლებლობა საქმიანობის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა საკითხის გაშუქებისთვის. ნამდვილად ელექტრონული კომერცია, ქართული ელექტრონული კომერცია ამჟამად კრიზისის ფაზაში იმყოფება, დარგი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ. დღეს ყოფნა არ ყოფნის წინაშე დგას. ყოფნა არ ყოფნის წინაშე დგანან როგორც ონლაინ მაღაზიები, ასევე მათთან დაკავშირებული საკურიერო კომპანიები. რაც შეეხება მიზეზებს, მოგეხსენებათ, რომ ქართული ელექტრონული კომერცია და ზოგადად ელ-კომერცია შედგება როგორც ონლაინ მაღაზიებისგან, ასევე გადაზიდვის სფეროსგან, როგორ დგება ჩვენს ინდუსტრიაში ფასი. ფასს განაპირობებს პროდუქტის ფასს, როგორც თავად პროდუქტის ფასი და ასევე მასთან ერთად გადაზიდვის ფასი, რომელიც ამ პროდუქტის მომხმარებლამდე მისვლას სჭირდება. შესაბამისად, როგორ მუშაობს ეს სისტემა ქართულ რეალობაში, როგორ მუშაობენ ჩვენი ადგილობრივი იმპორტიორები და ასევე რიტეილი, ანუ ყიდვა-გაყიდვის სფერო ზოგადად საქართველოში. ანუ იმპორტიორები იძენენ პროდუქციას საზღვარგარეთიდან, შესაბამისად მათ ჩამოაქვთ ეს პროდუქცია საქართველოში, იხდიან გადასახადს, DGG-ს, იმპორტის გადასახადს, ასევე ემორჩილებიან გარკვეულ რეგულაციებს, განსაკუთრებით ხარისხთან მიმართებაში, რაც შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროდუქტს აძვირებს, თუმცა ეს ყველაფერი გამართლებულია მომხმარებელთა უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. როგორ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ონლაინ მაღაზიები უთანასწორო სიტუაციაში საერთაშორისო აქტორებთან მიმართებაში. ამ გადასახადების გადახდა ცხადია, ჩვენს ონლაინ მაღაზიებს უწევთ, თუმცა დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, სარგებლობენ რა ესეთი ონლაინ პლატფორმები, საერთაშორისო პლატფორმები, იმით რომ ჩვენთან საფოსტო გზავნილის სახით შემოდის ესეთი გზავნილები, ეწევიან რა კომერციულ საქმიანობას, ისინი აი ამ სტატუსით აგზავნიან ამანათებს და შესაბამისად ქართულ ბიზნესებთან შედარებით არანაირ გადასახადს არ იხდიან. არის DGG გადასახადს იმპორტის, არანაირ რეგულაციას ასევე არ ემორჩილებიან, რაც შესაბამისად მათ შორის კანონმდებლობას საკმაოდ გამკაცრებულს, რომელიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით რეალურად ამ ბაზარზე მომუშავე ქართული კომპანიებისთვის ძალა შევიდა. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი კანონები, შესაბამისად ახალი რეგულაციები გვაქვს, რომელსაც ქართული ბიზნესი ემორჩილება და ცხადია, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აძვირებს ჩვენი საბოლოო პროდუქტის ღირებულებას, თუმცა საერთაშორისო აქტორები ცხადია არ ემორჩილებიან დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე ადგილობრივ კანონებს და შესაბამისად მათი მომსახურება ცხადია უფრო იაფი ჯდება. როგორც ონლაინ მაღაზიაში გვაქვს, ონლაინ მაღაზიებში გვაქვს უთანასწორობა, ასეთივე უთანასწორობა ხდება საფოსტო საკურიერო კომპანიებთან მიმართებაშიც. ფაქტობრივად ესეთი საერთაშორისო პლატფორმები არ თანამშრომლობენ ქართულ ბიზნესებთან, ანუ ადგილობრივი გადაზიდვების ნაწილში და რატო? ჩვენ ადგილობრივი საფოსტო საკურიერო კომპანიები ვიხდით ასევე ყველა გადასახადს, მათ შორის DGG-ს გადასახადს, საშემოსავლო გადასახადით ვეგრევთ ჩვენი თანამშრომლების გადასახადებს, თუმცა ამ შემთხვევაში საერთაშორისო აქტორები სარგებლობენ რა საერთაშორისო გადაზიდვის სტატუსით. ესეც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გეპი, ანუ შეცდომა შეიძლება ითქვას არის ამ რეგულაციებში. ისინი არ იხდიან DGG-ს გადასახადს, ანუ გადაზიდვის ნაწილში მათ არ უწევთ გადახდა DGG-ს გადასახადის. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც ისინი ამ გადასახადს არ იხდიან, ვინაიდან უმეტესად თანამშრომლები დასაქმებულნი ყავთ მომსახურების ხელშეკრულებით და მხოლოდ 1%-ს იხდიან ბიუჯეტში. მაგალითად, ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის
მონაცემებით შემიძლია პირადი გამოცდილებით გითხრათ, რომ დაახლოებით 9 მილიონამდე ვიხდით მაგალითად ყოველთვიურად ბიუჯეტში ამ გადასახადებს დღეგესა და საშემოსავლო სახით, მაშინ როდესაც ესეთი საერთაშორისო გადამზიდი კომპანიები არ იხდიან არც ერთ, ან ძალიან მცირე რაოდენობით გადასახადს იხდიან და შესაბამისად ეს ბიუჯეტს ერთის მხრივ ფისკალურ ზარალს აყენებს და წლიდან წლამდე ეს ფისკალური ზარალი აუცილებლად გაიზრდება. ეს ყველაფერი შეეხება რიტეილსაც და მეორეს მხრივ ბიზნესს აყენებს უთანასწორო ვითარებაში, ვინაიდან მათ ნებისმიერ შემთხვევაში უწევთ გაძვირებულ პროდუქტთან მუშაობა და უკვე ვეღარ უწევენ ფიზიკურად კონკურენციას ესეთ მაღაზიებს. ყურადღებით გისმენთ ძალიან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელთან მიმართებაში მინდა რომ უფრო ცვლად და ჩავშალოთ. ქართველი მომხმარებელი, საქართველოს მოქალაქეები თავად რამდენად არიან დაუშვათ აქტიურები ქართული დაუშვათ ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში, რამდენად აქტიურად უკვეთავენ და ერთ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იგივე საკურიერო კომპანიები არ გეთანამშრომლებიან და დაუშვათ იგივე შიდა როდესაც გადაზიდვებს ახდეთ, აქ პრობლემას არ აქმნის. ეს კომპანიებისთვის არ არის მოგების მარჟა იმ ხელა, რომ დაუშვათ თქვენ ადგილობრივ ქართულ კომპანიებთან ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობა უღირდეთ და ასეთ შემთხვევაში გამოსავალს დღეს რაში პოულობ და ზოგადად რა არის საპონელი, ამას აუცილებლად ვიკითხავ. გამოსავალს რაში პოულობ, დაუშვათ რომელი კომპანია გემსახურებათ მაშინ, თუ დაუშვათ თავად ონლაინ მაღაზიებმა უნდა შექმნან რაღაც X გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც შიდა ბაზარზე მომსახურებიან. ნახეთ თუ გვაინტერესებს ის თუ რამხელა არის საერთაშორისო კონკურენცია და რამდენად დიდები არიან ესეთი ონლაინ მაღაზიები, ჩვენ რაც გვაქვს ვარაუდი ქართული ონლაინ მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ, 3-ჯერ, მინიმუმ 3-ჯერ დიდები არიან. ანუ ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რომელიც არა მარტო ქართულ ბიზნესს და ქართულ ელექტრონულ კომერციას, არამედ ცოტა ხანში რაც დრო გავა, ჩვენ უკვე 2 წელი ამაზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით ბოლო წელია გაიზარდა უფრო მოთხოვნა ესეთ ონლაინ პლატფორმებზე. ეს უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ნელ-ნელა და რიტეილსაც შეეხება. ანუ ქართული რიტეილის დადგება მალე კრიზისის წინაშე, რასაც ყველანი ეკონომიკურ ჭრილში საბოლოო ჯამში ვიწვევთ. რაც შეეხება დაუშვათ იგივე თქვენ რაც ახსენეთ საფოსტო საკურიერო კომპანიებს, მე დავაზუსტებ. ქართული საკურიერო კომპანიები თანამშრომლობენ ადგილობრივ საფოსტო ონლაინ მაღაზიებთან ის რა თქმა უნდა და ეს თანამშრომლობა ყოველთვის არის და იყო აქამდე ძალიან წარმატებული. ჩვენ წარმატებით გადავზიდავდით 1000-ობით ამანაც თვიდან თვემდე ამ ონლაინ მაღაზიების, თუმცა ყურადღებას გავამახვილებ იმას, რომ მაგალითად ამ საერთაშორისო პლატფორმებს, თუნდაც თემუს იქნება შის თუ სხვას, ემსახურებიან არა ქართული საკურიერო კომპანიები, რომლებიც თავის მხრივ თანამშრომლობენ ქართულ ონლაინ მაღაზიებთან, არამედ საერთაშორისო გადამზიდები. შესაბამისად, გადამზიდის სტატუსით ისინი არ იხდიან ამ 18%-ს, ხოლო ქართულ ონლაინ მაღაზიებს მიწოდების ნაწილშიც კი უწევთ დღეგეს გადახდა, რაც ცხადია მათ პროდუქტს და მიწოდებას აძვირებს. კი ბატონო, ეხლა გამოსავალი რა არის და აქ შემოდის კიდე ერთი ნაწილი. ფასი პირობითად ამ შემთხვევაში ჩინურ პლატფორმებზე ამა თუ იმ პროდუქციის შესაძლებელი არის ბევრად იაფი, ვიდრე დაუშვათ აქ რომელიმე პლატფორმაზე ან ონლაინ მაღაზიაში იგივე ნივთს ვიყიდდი. აი ამ ფასთან მიმართ გასაგებია რომ მისი მასშტაბი სხვა არის, მას შეუძლია ამ ფასით დაუშვათ დაწიოს და ასე შემდგომ. გამოსავალი რა შეიძლება იყოს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მომხმარებელი ბუნებრივია რომ აირჩევს იმას, რაც უფრო შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევს და ქართულ ონლაინ მაღაზიებს რამდენად გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითად ერთია ფასი და მეორეა დროში რამდენად სწრაფად მიეწოდათ მომხმარებელს. ესეც გარკვეულწილად პრობლემას ხომ არ ქმნის იმისა, რომ აი ეს არათანაბარ პირობებში გიწევთ, ერთის მხრივ არის კანონმდებლობა, მეორეს მხრივ არის ძალიან ბევრი გადასახადი და პარალელურად გემატებათ, რომ მომხმარებელიც ისეთი აქტიური აღარ არის ქართულ კომპანიებთან მიმართებაში. რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს? რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ხარისხის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი როგორც საფოსტო საკურიერო ნაწილში, ასევე ონლაინ მაღაზიების მომსახურების ნაწილში. ცხადია, ასეთი კონკურენცია ხა ჩვენი ინდუსტრიისთვის დემოტივატორია, ვინაიდან ერთი რო არ იზრდება ეს ელექტრონული კომერციის ინდუსტრია ბოლო პერიოდია, მეორე რო მცირდება ზრდის ზრდაზე აღარ გვაქვს საუბარი. ქართული ელექტრონული კომერცია მცირდება და შესაბამისად ამ ბიზნესებს უწევთ, რომ გაუთავისუფლონ თავიანთი თანამშრომლები, შეამცირონ თავიანთი მასშტაბები. მეორეს მხრივ, ვისაც მეტნაკლებად რაღაცა ფინანსები აქვს შემორჩენილი, ისინი აღარ დებენ არანაირ ფულს, ანუ ინვესტირება აღარ ხდება ამ ინდუსტრიაში, რაც ძალიან
ნეგატიურია ცხადია ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, ვინაიდან ელექტრონული კომერცია ძალიან კარგი საშუალება არის, რომ ბიზნესი ვაკეთოთ დაბალი დანახარჯებით და ქვეყნისთვისაც ეს უნდა იყოს აუცილებლად პრიორიტეტი. ამ ეტაპზე ჩვენ მივხვდით, ანუ ქართული ონლაინ მაღაზიები მივხვდნენ, რომ საკუთარი ძალებით ამ პრობლემასთან გამკლავება თან, ასე ვთქვათ, თანასწორ საბაზრო პირობებში შეუძლებელია ფაქტობრივად და სწორედ ამისთვის ჩვენ მივმართეთ ბიზნეს ომბუდსმენს პირველ ეტაპზე, გამოსავალ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბარში ვხედავთ, მივმართეთ რა ბიზნეს ომბუდსმენს, მან გადაამისამართა საკითხი სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენ ამ კვირაშივე წერილებს გავგზავნით ასევე კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს, რომლებმაც რა თქმა უნდა ეს საკითხი უნდა განიხილონ და ჩვენი პირველადი მოთხოვნა და თხოვნა არის რა თქმა უნდა, რომ ეს სამინისტროები და ასე ვთქვათ სახელმწიფო უწყებები შევხვდნენ და ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით, გავუზიაროთ ბიზნესის გასაჭირი. გამოსავალი როგორ გესახება დავუშვათ, როგორ შეიძლება რომ პირობითად ის იმდენად მასშტაბებია, იმდენად გიგანტებს ვლაპარაკობთ, ხა ალიბაბას ქსელში შემავალ კომპანიები თუ შემოდიან ქვეყანაში და დავუშვათ ამ ელექტრონულ გამოწერებს ვახორციელებთ მისი ქსელის საშუალებით, ბუნებრივია რომ ვერც ერთი ქართული პლატფორმა მასთან კონკურენციაში რეალურად შესვლას ვერ შეძლებთ რა, იმიტომ რომ ყველას გვესმის. ის არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გიგანტი ამ ნაწილში. ამიტომ გამოსავალი როგორ გესახება თქვა, დავუშვათ საგადასახადო რეჟიმში რა უნდა შეიცვალოს, კონკურენციისა და დავუშვათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობაში რა უნდა შეიცვალოს, რომ რეალურად ეს ტვირთი შეგიმსუბუქდეთ და მართლა ერთ დღეს არ აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ონლაინ მაღაზიები ქართულ ბაზარზე უბრალოდ აღარ გვაქვს. კი ბატონო, ანუ პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს არის საუბრის თემა, ანუ რა ჩვენ მივაწოდებთ ანუ ამ პრობლემებს, რაც გვიდგას დღის წესრიგში. ჩვენ ასევე რამდენიმე მოთხოვნა დავაფიქსირეთ, რა უნდა იყოს, რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შეისწავლოს საკითხი კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, არის თუ არა დემპინგის ნაწილი მიწოდების ნაწილში, ხა აქ პირველ ეტაპზე მიწოდების ნაწილზე საუბარი, ასევე ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართავთ ამ კუთხით აუცილებლად. ასევე ჩვენ მიმართავთ ასე ვთქვათ კონკურენციის აგენტოსთან ერთად ფინანსთა სამინისტროსაც, ვინაიდან ამ რეგულაციების ნაწილში თუ არის დიახ დაბეგვრის რეჟიმებში შესაძლებელი რაიმე შეიცვალოს და აქედან გამომდინარე საინტერესოა ისინი რეალურად თქვენ ახლა ახსენეთ რომ გადასახადებს არ იხდიან ან იხდიან მხოლოდ იმ 1%-ს რომელიც ასეთი ტიპის დავუშვათ კომპანიებისთვის არის დაწესებული. საინტერესოა რამდენად რეალურად იხდიან იმ 1%-საც ეს მაჩვენებლები საინტერესოა. ნამდვილად ეს ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიწოდება ამ ინფორმაციაზე ხელი და ცხადია რომ მნიშვნელოვანი იქნება რომ შესაბამისმა უწყებებმა იმსჯელონ ამაზე. ჩვენ გვაქვს ასევე საერთაშორისო პრაქტიკა რომელიც უნდა გაანალიზოს ცხადია შესაბამისმა უწყებებმა. საერთაშორისო პრაქტიკა განახობს პრაქტიკი და დარეგულირებული ეს. უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს რომ გარკვეული რეგულირებები არის საჭირო ამ მიმართულებით. ზოგიერთი ქვეყანა მაგალითად ამახვილებს იმაზე ყურადღებას რომ მომხმარებელთა დაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი არის რომ ხარისხთან შესაბამისობაში მოვიდეს დაუშვათ ეს ონლაინ მაღაზიები, საერთაშორისო ონლაინ მაღაზიები და დამატებით მოთხოვნებს უწესებენ. ჩვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენი კანონმდებლობით არ გვაქვს იმის უფლება რომ მაგალითად დავიქვემდებაროთ ჯერჯერობით აღნიშნული რეგულაციებით რომელიმე საერთაშორისო აქტორი, თუმცა საერთაშორისო ესე იგი ქვეყნების პრაქტიკა ამბობს რომ ქვეყნები ამ რეგულაციებს არ ცვლილებენ როგორც საერთაშორისო აქტორებს, ანუ თუ უნდა ონლაინ მაღაზიას რომ იმუშაოს ასე ვთქვათ რომელიმე ქვეყანაში ის უნდა დაემორჩილოს ადგილობრივ წესებს, რომელსაც სხვა ონლაინ მაღაზიები ემორჩილებიან. ერთ-ერთი ფაქტორი რაც ჩვენ გვქონდა მაგალითად ასევე ბიზნესთან მიმართებაში სწრაფი რეაგირებისთვის ჩვენ თხოვნა გვაქვს რომ მაგალითად შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული შეღავათები დაწესდეს ქართული ბიზნესებისთვის, იმისთვის რომ ელექტრონული კომერციის აქტორებმა რაღაცნაირად შეძლონ აქტიურად ამ ინდუსტრიის გაგრძელება და არ აღმოუჩნდეთ სრული კოლაფსის წინაშე, თუმცა ამავდროულად საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება რომ გარკვეული რეგულაციებიც არის ამ მიმართულებით. ზოგიერთი ქვეყანა მაგალითად დამატებით გადასახადებს აწესებს ამ მიმართულებით. ეს ახლა საერთაშორისო პრაქტიკა არის და რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მაგალითად ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი როგორ წარიმართება ზოგადად აი ეს პოლიტიკა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში უკვე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ცხადია და ჩვენ პირველ ეტაპზე სურვილი გვაქვს რომ აი ამ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ იმისთვის რომ ჩვენი ბიზნესის
პრობლემები მივიტანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს სამინისტროებთან და ასე ვთქვათ, მომხმარებლებთანაც, ანუ ფაქტი არის, რომ ბიზნესი არის კრიზისის წინაშე და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ კრიზისს რაღაცნაირად ვუპასუხოთ, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ამ ინდუსტრიის კოლაფსი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ეს წუხილი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, სათანადოდ იქნება მოსმენილი და გაგონილი და ამ თემას აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს და შესაბამისად ვნახოთ, როგორი იქნება გამოხმაურებები. თამარ გოგოლაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.